დაიკლავ და ისევ ერთად. მოვიდა. ჩემი ძმაკაცი ჩემთან. ჩემი ოქრო ჩემთან. აი, დადგა ის ნანატრი დღე. ორი ჯუჯა ისევ ერთად არის. ორი ღიპუცა უფრო. ო, ღიპუცა. ხო და რა მინდა გითხრათ, რომ ძლივ შემოვიდა ეზოში. შლაგბაუმი არ უღებდა ფეის კონტროლს ორი გადიოდა. აი, არასტუმართ მოყარე შლაგბაუმი. ხო და რა მინდა ეხა გითხრათ მეგობრებო, რომ დღეს ვართ ძალიან განსაკუთრებით აღმატებულ ხასიათზე. ბატონო. იმიტომ რომ გვაქვს გასვლა ხევსურეთში, მაგრამ ეს გასვლაც არის უნიკალური, განსაკუთრებული. იმიტომ რომ სამწუხაროდ ასეთი გასვლა ჩვენ მოხეტიალე უხლოდერებს არ გქონია ჯერჯერობით და ეს პირველი ასეთი და ამ გასვლას ქვია საქველმოქმედო გასვლა ბავშვებო. ხევსურეთში, კერძოდ სოფელ გუდანში ცხოვრები მე ასე ვიტყოდი პატრიოტი მოსახლეობა, რომელებიც ზამთარშიც არტოვებს იქაურობას, აი ამ სიცივეში, დიქტოლობაში, უბედურებაში დღესაც იქ არიან, ფუძეს არაციებენ, კერას არაციებენ და ჩვენც პატარა სიხარული გვინდა ამ საახალწლოდ მივანიჭოთ ბავშვებსაც, მოხუცებსაც, ჩვეულებრივ ასაკის ხალხსაც, ბევრი არ არიან, სულ 5 ოჯახია, მაგრამ კეთილი გულით სულ ყველას შევეცდებით გავახაროთ. და ამ ქვემოქმედებას განსაკუთრებით ალამაზებს კიდევ ის ფაქტი, რომ ჩვენ ხელთ ვიგდეთ იმ ერთ-ერთ ოჯახში მცხოვრების 3 ბავშვის სურვილები, რაც მიწერეს თოვლის ბაბუას, თოვლის პაპას, სხვა კუთხის სხვადასხვა განათლები, სანტას, არ ვიცი ვინც როგორ. და აი მივდივართ თოვლის პაპა და სნეგურაჩკა. ეს სნეგურაჩკას ვინ უფრო გავს ეხა? და წოირწვეს. სიმაღლე. ხო და ხელთ ვიგდეთ ეს სურვილები და მოკლედ მათი სურვილების ასრულების დღე იქნება დღეს და ძალიან გვიხარია. და ამავე დროს მინდა გითხრათ წინასწარ ვიცით რომ ეხლაც ძალიან მაგრატობს უკვე გზაში, მაგრამ მზად ვართ ბრძოლისთვის შემართებულად და აბა წინ მეგობრებო. ტყუილუბრალოდ დავბუდიალობთ ტყეღრეში და ვიპრობთ ყველა გადავდივართ ყველა დაბკოლებას და ბავშვებისთვის როგორ ვერ გადავლახავ. ერთხელ მაინც სასიკეთო საქმე გავაკეთებ. აბა რა. წავედი ბიჭები გელოდებია. დაკომენტას გავაკეთეთ. აი. ჩვენ მოდი ხართ ჩვენთან ერთად ამჯერად მაინც? ამჯერად დიდი ძიმის ხიდებამდე თუ სანამდე ნაკამბე. კიდე არ მომყვებით? ბაკურიანში მივდივართ. ჩვენს თოლში მივდივართ. ეგ მაგაში დავემთხვით, რომ ჩვენს თოლში მივდივართ. კაი, რაღაცნაირად ნელ-ნელა მივდივართ ახლოს და იქნება გიხილოთ როგორმე. ერთ დღეს. ჩემს გვერდით. დააწყო ყველაფერი ჩვენმა მამა მარჩენალმა და წავედით. ჯაბა გესმის ჯაბა? დაверულავაბიძია. ჯაბა რატო აგვიანებ სამსახურში გადაცვალე რო გაგვცე პასუხი? სამძინებია ცოტა. მოკლედ ხდებიან და ხდებიან. ჩვენ გასაცილებლად. ჩვენი მოხეტიალეები გზაში. ეხლა მივდივართ ჯაბასთან. კი ბატონო. მოვედით სადაც შეიძლება არის? ითქვა ჯაბასთან. მოვედით უკვე ხო? სადაც არის დასაწყობებული ის საჩუქრები აი ბაზარიც ეგერ არის. საჩუქრები და პროდუქტი, რომელიც უნდა მივართოთ ჩვენ საყვარელ ოჯახებს და ადამიანებს. უკვე მიდის გადატვირთვა მიდის უკვე პიკაპში. ჩვენი ბიჭები არიან შეკრებილები გენაცვალეთ. რასაკეთებთ? კონტრაბანდა. ჩვენ სახმარო გავ ჩვენ დღეს მეორედ ხვდებით უკვე. გურჯანი და ბაზარია ჩაბა. ჩემი ძმა, ჩემი გურჯანი, როგორ ახარ? აბა ვიტყვი ახლა. მეკა რა ვახარ ძმა? მარსა. დავითა. მაგრა გამიხარდა რომ წამოხვიდე. დავითა. გენაცვალე. არა მიშო ძმა. მართლა ვერ ვეტეოდით, ვერ მიქონდა ვერაფრით. მომისმით. მომისმით, ძვირად ხო არ გაძლევს. ეს ოპტავოია? უჯარი რა ჩამოვიდა. ახალი ბაზარია, სიხმის ბაზარი. და ფანს ხო არ ვიტყვი, ნაცნობობით მეთქი და ბოლოში დადებულ მანქანას ხო არ გადმომიცლია. ვაჰ. აი ეს ყველაფერი ეგ უნდა გავშალო. ეს რომ დავშალო და ჩვენი ხევსურების პირდაპირ ჩავდო ჩემ მანქანაში. მას ვიკრავს თუ რაში ეს? აბა ბანანი აფარ. აბა როგორ არის?
გამგე, როგორ არის ამბავი? ვარიანტია ყველაფერი. როგორც მე მეკადრე, მაგანა როგორც თქვენ. კარი ბლატრო იოვტავშიკია. აგე მოვიდა. ერთი ციga მოვიდა. ციga მოვიდა, ციga. არ წამიყოლო შემთხვევითო, გაიგე? ემან დარ გადამიბირონო და ნახე რითი მოვიდა, შეხედე. შეხედე რითი მოვიდა. როგორ ახარ ნინაჩკა? შავარდაშვილები აქ არიან. აი, ნინა მოდის აი ამით. ორკაციანია და დავითა მე თორმოვდივარ და სოფლება არ მაქვს და გოსნაყი მაგას აკეთებ. დავითა თუ არ მესურის მადლობელი ვიქნები. კი ბატონო. არ გესწრებს არა. როგორ არის თქო და გამახსენდა რადიო მოყვარულის გამოსარო ჩააბარა. ეგ უფრო რთული იყო. ჩვენი ოროსანი. მე გეუბნებით, მე არ ვიყო შავარდაშვილი, ორშაბათს ერთ გამოსცა თუ არ ჩავაბარო. წამოვერულავა ჩავაბარო. არა, ერთი კვირის მერე. ერთი კვირის მერე მშობელთან ერთად არის დაბარებული. ხო და წაკიყვანჩი. ხო და ერთი კვირის მერე რა ჩავაბარო. რამდენად ყიდი? მაიკებს რამდენად ყიდი? 20 ლარი. ой, ოპტავოია ეგეც? ა გოპტავოი ბაზარში. რაღაცას გეტყვი. ა გოპტავოი ბაზარში ვარ. კამერაგაცი. მიდი გათშული. არ არის გეთშული. აჰა, გად. ეს არა, მაიკა 20 ლარი. არ იყო გათიშული. ებია, კაკულია, თვითმფრინავის პრიბორია. აი, ეს არის ჩემი საძმოსი და სადაქალოს დაბადების დღეო საჩუქარი. ურმესი მადლობა ყველას. სულ კაი ამბები გამეგონოს და გაგეგონოთ ჩემგან სულ ყველას იხარეთ. კაი კადრები გადაგეღოს. კაი კადრები გადაგეღოს. ზარმაცირო ხარ და რო არ იღებ არა. კი ბატონო, მაგრამ როცა გვერდზე ბეჟო მყავს, მე არ მჭირდება მაგ დროს გადაღება. ჭირდება, ჭირდება. ო, მოვიდა მამუკა, გაუცილებია ძილის მინისტრი. აბა, დიდება შენ და უფალო, შვიდობით გვატარე, კაი საქმეზე მივდივართ, ხელი მოგვიმართე და იმათა შვიდობა მიეცი ვისთანაც მივდივართ და ჩვენ შვიდობა მოგვეცი. დაასხ ცარილ ყანც რომ აწვდი რა, აი. სადაური ხარ, ვინ ახარ? საი. გოგა, შვიდობით გვევლოს. რაც დღეს ჩავიფიქრეთ, დღეს რაც ჩავიფიქრეთ და რაც ვაკეთებთ, ღმერთს მადლობა მაგის რომ შეგვიძლია და მოიწვა კიდე ბევრი შეგვიძლებინოს და ბევრი გავაკეთებინოს ესეთი კარგი ლამაზი საახალწლო სიურპრიზები. იხდება. იქნება? ვაფშე ამი დაჯექი და შედი ეზოში. მე ამით მოვდივარ. მე მეგონა გლურჯიძეს მარტო პროდუქტების ოპტავო იქონა და ეგერ ჩამოდგა ერთი მანქანა კიდე ნაწილების ოპტავოი გაიჩითა კიდე რაღაცა ეს არის ხარისხიანია? ხო რა, ვიცი, ეგრე ამბობენ. ეს ის არის რა ქვია, ახალქალაქია თუ? ახალქალაქი. თურქული ხო არ არის? თურქეთიდან შემოტანი. ყურებზე მოიფერე, ყურებზე. შემოვედით სოფელ გომეწარში. ეხლა ვართ ფაქტიურად ფშავის ცენტრში.
უკან იმალება ყინულის დედოფალი. გითხრეს ესეთი რამ, რომ ეხლა ჯვარში მიდის სალოცავში, მიდის ხორციელდება ასე ვთქვათ რუდის მოხარშვა და ამ პერიოდში აი ამ გზაზე რა გზითაც ეხლა ჩვენ მივემართებით ქალბატონების მოძრაობა არ შეიძლება. რაო ჯეკა, რა გინდა? ჯეკა, რა იყო, არ მოგეწონეთ? დავით, მოუახლოვდით იმ ადგილს. მოვედით. აი, ხო, გუდანში მოვედით, აი ეს ადგილია. ალბათ ერთ-ერთი მოსახლე აქ ცხოვრობს. და როგორც ვიდეოში თავში აღნიშნეთ, ჩვენ მოვიპოვეთ ბავშვების სურვილების სია. ჩვენ ხო ყველგან კონტაქტები გვაქვს და თოვლის პაპასთან თოვლის პაპასთან გვანახე ბავშვების სურვილი იყო. წაგვიკითხე. აი პატარა გიოს სურვილები იყო. ულტიანი მანქანა უნდოდა. ხო. და სამბორბლიანი ველოსიპედი. სამბორბლიანი ველოსიპედი. პატარა ის მეორე ნანუკას სურვილი იყო რომ ციგა ნახები თუ ახლო ციგა დაეშვება ბავშვი. უფ. და ის სათამაშოები პატარა ჭურჭელი. აჰა. და მარიამის სურვილი იყო კიდე ტელეფონი ამ ბავშვებს. ჭირდება. სურვილების გარდა კიდე ბევრი რამე აუსურვებს, ხო? მილეური იქნება თავისი სახატაო საკანცელერიო ნივთები, რაც სოფელში ყველა ბავშვი იდება, სოფელში და ქალაქის. დანარჩენსავად და გაუხარებთ ამ ბავშვებს იმედებსაც, სიხარულებსაც. იმედია ჩვენაირად, რა ვიცი, გადაედება ეს ყველას. კი. აუცილებლად უნდა იყოს ესეთი. იმედი მაქვს რომ გადამდები იქნება ყველას. ამ off-road სფეროში რომ მივდივართ ჩვენ ესეთ ადგილებში, სადაც ყველა ვერ მიდის. ჩვენ სულ მინიმუმ აქტიურობით ცოტა რაღაც იქნება გაუგვიწოთ ხარკს მოbrunების სურვილი. სამწუხარო ფაქტი ის არის, მე თავში აღვნიშნე რომ ეს არის ჩვენი მოხეტიალების პირველი საქველმოქმედო გასვლა სამწუხაროდ, მაგრამ საბედნიეროდ დავიწყეთ და ყველაფერი საიდანღაც იწყება. და გაჩნდა ასეთი იდეა რომ ყველა სეზონზე ერთი საქველმოქმედო რაღაცა ასეთი გასვლა მაინც გავაკეთოთ ხოლმე, იმიტომ რომ გაზაფხულზე სააღდგომოდ შეგვიძლია წავიდეთ. შეიძლება გაკეთება. ხო, სეზონში ერთხელ მაინც, სეზონზე ერთხელ მაინც რა. ზაფხულში მარიამობას შეგვიძლია დავამთხვიოთ. შემოდგომას ან გიორგობას ან ხო, სვეტიცხოვლობას და ზამთარში კიდე გვაქვს და გვაქვს. წავიდეთ ეხა ბავშვები. საახალწლო, საშობაო და ასე შემდეგ. ბავშვებით და დიდების, მოხუცების, მე რამ ბავშვებსაც უხარია და წავედით დიმა. აი ამ სოფელში გუდანში 5 ოჯახი ცხოვრობს და ნუ ერთ ოჯახში არიან ბავშვები, რომლებიც სურვილების ჩვენ ეხა წავიკითხეთ და დანარჩენ ოჯახებში არ არიან ბავშვები, მაგრამ ჩვენ მათაც ასე ვთქვათ პროდუქტით საახალწლო პროდუქტით ამ სოფელში ვინც არიან ყველას გავახარებთ და მართლა პატარა ბავშვით მიხარია მეც და თქვენს გატყობთ რომ თვალი გიწყინავთ. ბიჭო, ამას რო ყველას თვითეულს. სხვათა შორის ერთის დავამატოთ, რომ ძალიან ბევრი დაგვიდგა გვერდში. აი, ძალიან ბევრმა მაღაზიებმა ფასტაკლები გააკეთეს, პროდუქტები დაგვიმატეს. რაც შეეძლოთ, ვინ რით შეეძლოთ, ყველაფერი დაგვეხმარონ და მადლობა მათ ყველას. ასე რომ ძალა ერთობაშია. აი, მაგარი. და სიკეთე გადამდებია. წავედით. წავედით. აქ სადღაც დავით იცი,
ჩვენ კიდე ერთი ინფორმაცია გადავიჭირეთ, ჩემო ძმაო, რომ ლუდი იხარჩება სალოცავში, იცი? და თუ უკვე მზად იქნება, დავაგემოვნებთ კიდეც. მთაში მოხარშულ ახალ ლუდს. აი მაგ მომენტის სული ყოველთვის მქონდა და ეხლა თუ მაგას ურა შეუყიდებით. აი ეს პატარა სოფელია. რამდენიმე სახლი დგას, მაგრამ მუდმივი მაცხოვრებელი არის 5. ოჯახში. ასნაირად აუქცია. არავინ აუქცია. წარკო. სალამი ქველმოქმედებო. ეხლა ესე უნდა მოგესალმოთ ხოლმე. შენ ხომ მეუბნებოდი თოვლის ბაბუს. მეცენატამდე ბევრი გვიკლია. მომეუბნებ თოვლის ბაბუს არამჯერა გავიზარდები ბიჭივა. ხო. აბა ვინ ვართ ეხლა ჩვენ? ჩვენ თოვლის შენ თოვლის ბაბუა ხარ და მე თოვლის პაპა ვარ ძმა. ხო, ჩვენ პაპები ვართ. აღმოსავლეთის ხალხი სნეგურაჩკა ვინ იქნება და სიმაღლის მიხედვით თუ ივსჯერებთ. აგეს სნეგურაჩკა. რას ასწავლიდი? ბავშვს რას ასწავლიდი ბიჭო? როგორი არ უნდა გამოვიდე. აი, არა ბიჭო, ნახე ჯიხვებიტო. აქ ამ შვიდობა ხალხო. გუფება დადიან, ახლა. სალამი. ესე იგი, ჭიჭრაური არაბული კიდე რა გვარია აქედან? ძირო და არაბა გოგოჭა და ჭიჭარა სამი ძმაიუნე და მე გაიუნენო გაბერო. იანი ხევსურეთი აქედან დაას. ესე იგი ძირი აქ არის. ამორი აქედან წავიდა ეს განსწრება, ეს შატილის ხევსურეთი, ეს არხუთი და ეს მერე ეს მიცუც? ყველა ესე კაიძოლი ის არის. კაი დიდი ამბავია. განსწრება ეს წავიდა მერე აქედან. ბიჭებო, მოდით, ჩვენი მხრიდან ეს ხალხი დავლოცოთ. აი ესე თაში მიყრუებულ ადგილას თავის სოფელს რო არაც არიელებენ. თავის ოჯახებში კერიას რო არ აქრობენ და აი აქ არიან ჩვენი სიამაყეები არიან ესენი. ხმეთი ყავ. ბევრი ვართ ჩვენა. წელსაც მოვალ. მომავალ წელსაც მოვალ. რამდენჯერაც მოვალ, თუ აქ უნდა დაგვხვდე. ერთი ფარავდი სამი წელს. უდას, ხევსურეთს. საქართველოს და ძლიერი და ერთიანი განაცხადებს რა. გამარჯობა. როგორ ანაირად რა ვიცი ხაი. ძირითადად ეხლა აი ეს მანქანას ზედა ვერცად ვერ მივა რა და რა. ხელი თავით. ხელს ვინ ატანა. აქ მოვალთ მანქანებით. აი აქ რო ძირითადი რაც ვიღაც შეშეძლო მასე შენი. საღა. ეგ სასა. არე მე უტანე საფლეს ორი კაცი ასაიჩი. ოხ ჯაბა, შენი ჯანი მომცა ძმაო, მილიონი ვალი და მე ვალი. და იქ არ გააგდე. იქიდან რა გამოიტან. ვერ ჯდები, რო თავის ხოდი თუ რა მოიყვანო? ელე კარტოფილი ჟერია. იო მაკეთა. გიორგის ვეძებთ, გიორგის. გიო, მოდი, გიო, მოდი. თოვლის პაპას რა თხოვე? ჰა? თოვლის პაპა პურტიანია. სად არის? პულტიანი მანქანა, პულტიანი კიდე? ყავს. კიდე რა თხოვე? ვილეული. კიდე? არაფერი. ლურჯიძე, ой, лусвете. დავით, სად არის პულტიანი და? იბა, სწორად მოგვიტანია. ცოტა მძიმეა. მოგვიტანია ყველაფერი დავით. წაიღე? სწორად არის. ოპა. ნახე რა არის? ვაუ. ასაწყობი. მადლობა. გაიზარდა. გენაცვალეთ, შრომელებო. აი მიო. შიგნით ალბათ რა. მინდა იგა.
აი მარიამი. მარიამს უნდა პუნქტიანი მანქანა გურსი. პუნქტიანი მანქანა გინდოდა, ხო მარი? ძალიან დიდი მადლობა. აქ არ გახსნა, არ გახსნა. ეხლა კაი სიმღერებს ჩაწერე. ძალიან დიდი მადლობა. ფანდურზე გვიმღერებს მარიამი. ძალიან მაგრად ბღერის. ძალიან დიდი მადლობა. გაიზარდე დიდი გოგო. ვერ მოვატრიალე. ჯაბა, წინა ბლოკი, ჯაბა. აბლოკე, მიდი, რას ნაცდა? ჩალამპარი, მოდი, ჩალამპარი. აი აქ ჯვრის დაბლა იხარშება ლუდი. ეს როგორ არის ხოლმე ქალბატონო? ყოველი წლის ამ პერიოდში იხარშება ლუდი თუ? დღეობები როცა არის. დღეს დღეობა არა მე ხევსურეთში. დღეს არ არის აი შორის დღისთვის აი ძველ ახალი წლისთვის ხარშავენ ხოლმე ლუდს და თენგენობაში კიდე გიორგობაში. დღეს რატო იხარშება რომ ძველი ახალი წლისთვის იყოს უკვე ლუდი ხო? კარგად დაფული. აა. სრაი ლუდი და კაი ლუდი. გასაგებია, გასაგებია. იგი აი ბარემ ახლა დავარიგოთ ჯობია რა და მე ისახი. მანქანით ხო არ მივალთ დანარჩენ ოჯახებთან აი ეხლა მანქანით. გაგვინდა აქა და მე რო კი მანქანი. მანქანით. ის წყალობით. ეხლა მაგის გვერდე კიდე. აგე ბეჟო ამ პლუს ბეჟო მოიწევს. ესე იგი მე გავიგე ესეთი ამბავი რომ მამუკასო უყარსო ძალიანო ცხენზე ჯირითიო მართალია? მართლა? ცხენი ყავს? აბა აქ არის შენი ცხენი? იქით არის დაბლა? რამდენი წლის ხარ შენ? 10-ის. და ცხენზე ჯირითობ ჩვეულებრივად. უნაგირი თუ უნაგირის გარეშე? უნაგირის გარეშე. და რაღაცა მიზნებიც ქონია შენ რომ გაიზდები? უნდა გამოვიდე ვეტერინარი და მოჯირითი. მოჯირითე. ვეტერინარი და მოჯირითე ხევსური გოგო. დიდი გოგო გაიზარდა. წარმატებული და ბედნიერი. ახალგაზრდობაში მეცეჯები ყავს. რა ვიცი ახლა ჩამოგითხარო რა ვიცი სიცოცხლის არაფერი გემჩნევა და რა ცხენია. გადავიხსნები ნაკერზე და შეუდგები თორე მე კი არ მეზარება. როგორც აღნიშნეთ ყველა ოჯახში შეძლებს დაგვარად ამოვიტანეთ პროდუქტი და ამოვიტანეთ. მიდის დანარჩენ ოჯახებში ამოვიტანეთ. დარიგება. ამას ამოჭრის ახლა ხო ვიცი? არაფერს არ ამოჭრი. რა გინდა? შეძლებს დაგვარად ამოვიტანეთო. თითითიძე არ დაუდია. გზაში ეძინა. ამოჭრის მაგრამ. ხო. აი რა მურტალი მოხუცია. აი. დიმა. ჯერ 50 წლისაც არ არის თუ 50-ის არის? 51 ის საკონტროლო პაკეტი გაქვს უკვე? იმიტომ ხარ ესეთი ჯუჯუყუნა, იმიტომ გახდი ეგეთი ჯუჯუყუნა. გესმის? ოხვალ შენ შემასაკამდე. ბეჟომ რაღაცას მოკიდა ხელი. ისიც აქ ამოტანილს და სწორზე მიგორავს. აი ნახეთ, თან ამ სუბუქი რაღაცები აქვს, კვერცხი. მოდი გამომართვით ამ სუბუქი. მიდი, გაიარე. რა ცუდი ბავშვი ხარ. მიდი, ჩაურთე. ესო იქით. ეს აქით ბეჟო. ზუსტად იცი? აქით აი უყურე აი ბოლოში გზას გავუყევი, მიდი. ხო, მე მარჯვნივ აუხო. აი რა გინდა თუ რას მატარებ? აი კიბეზე უნდა ახვიდეთ. ნო როგორ არა? ოგი მოჭახს მე. იქ მიაქვს რა. არა ბიჭო, აქეთ მიაქვს. აქეთ ავიდა ის კაცი, აქეთ. არა ძმაო, იქ ავიდა, იქ. ყველაფერი იქით წაიღეს. იქით. ვიდეო შენიღებ, გაუშვი ბიჭო აქეთ. რა გინდა? როგორ ბიჭო აი? რატო განმარტოვდი? შენ კიდე ისე ხარ რომ სამივე კარტოფილია. ბუნებით ყვევია. რა და ღრმა ფიქს მიეცი და რა შეასახ.
ეხლა რაზე ფიქრობს იცი? რას უშვები ჩემ ცხოვრებას რა მინდა ქალაქში აქ უნდა ცხოვრობდეო ბუნებაში ისავ და არ გაუჭირდება რა დაგვიძახებს კარტოფილს მოუტანთ მე თვითონ აიტანს როგორ არის? გავცეთ. всё заводской გამოვიდა ქარხნიდან. ეს ჩაუბი ბავშვს. წახვედი? ვერ მორჩით დარიგებას? ესეც მე მგონი გასანაწილებელია. რაო ბიჭებო რაზე ფიქრობთ? აუ შბეშოს მე მგონი წელი ეტკინა იმდენი ფქული ათრია. ბანანებზე იყო ბეჟორი. ბანანები რამდენი კონა ბანანი აიღო? 2 ხე. 2 ხე ბანანი აიტანა. ოჩახ. შენ გეკუთვნის ხევსურული ლუდი. სულაც გადაგვიღე. ეხლა ვაპირებ ხევსურული ლუდი. აი აქ არის სალოცავი გუდანის ჯვარი. ეხლა ჩავალთ იქ ლუდი იხარშება. და ხატობებზე დღესასწაულებზე მანდილოსნები დაიშვებიან აი აქამდე გზამდე. ეს არის ღვთისმშობლის სახელობის სალოცავი, ხო? და რაღაც სახელი მითხრეს კიდევ. ვეღარ ვისენა. როგორ? ნაკარელა. ხო. ალოდეს ბიჭებო.ავს კარტაგან მოგაფაროთ ამ კაი საქმეში. ძალიან ძლიერი სალოცავი აქვს. საიდან არ მოდიან გუდანის ჯვარში და ესრებიან მოხალ საკლავი რა. გუდანის ჯვარი. ყველაფერი ძალიან მადლია. შეგვეციოს ჩვენს ყველას. გამოდით აი ლუდის ხარშვა. ჩვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს და შეგეწიოთ ყველას შემომეგობრება. ამ ადგილზე უნდა მოიყარო მუხლი და შემდეგ ჩადიხარ სალო. ეხლა ამ თვითონ ხორციელდება ლუდის ხარშვა. ლუდის ხარშვა ხორციელდება იმიტომ რომ ძველი ახალი წლისთვის გქონდეთ ლუდი. ანუ დღეს არის 28 დეკემბერი. აი ეს პერიოდი უნდა რომ ლუდი დადგეს. მივიდეს დასავლეთ კონდიციამდე. გამარჯობა თქვენი ხევსურებო. აქ იხარშება ლუდი. აი ეს. ეს არ მინახავს არასდროს ლუდის ხარშვა. მე ეს ხალხი დავლუწოთ ბეჟო. გაუმარჯოს ამ თის ხალხს. კარგ ხალხს, ვაშკაც ხალხს და ამ ბუნებაში და ამ სილამაზეში რო ცხოვრობ, ვერ წარმომიდგენია ადამიანი ცუდი როგორ უნდა გამოხდიდე. ან ცუდზე როგორ უნდა იფიქროს უგან. ამიტომაც დიდი პატივისცემა ჩვენი მხრიდან თქვენ და სიყვარული და თანადგომა და გვერდჩდება. გაგიმარჯოთ და მაგრად იყავით ბიჭო. ხევსურებო გაგიმარჯოთ. ხევსურეთს გაუმარჯოს. ერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ და ერთმა მის ძალა მოგცეთ რომ ყოველთვის ყოფილიყავით დაფუძნებული ამ კერაზე თქვენს კერებზე დიდი სირთულით და მიუხედავად ეხლა აქ ვუყურებ რომ ქართულია აქ ყოფნა წელიწადის ყველა დროს და ხევსურეთს გაუმარჯოს. ჩვენს ქვეყანას გაუმარჯოს და დღეს საქართველოს ხევსურეთიდან გაუმარჯოს ბიჭები რა. გაუმარჯოს აბა. პირველად რაღაცა გამისიანა ძალიან მაგარი გამომარია. ერთ სარი და ბლოკი აღარ ჯაგრია და აღარ საბურავების დაშვება. წინა ბლოკი არის უკვე. ეს უკანაა. აი უკანაა ვიყურება. ამა შენ აგაქ ეგეთი სასმისები. ჩემი ბლოკებია ეგეთი. წინა უკანა ბლოკს ეგრევე რორთავს. რა უკანა? სამი ბლოკი. მიშო. სამი. შუაც. წინა უკანა და მე შუა. განაწილებული ბლოკებია ეგ აირბეებია ეგენი. არა, ეგ გურჯაანულია. არა, ეს არც აირბეა. Made in გურჯაანია. ქარხანაზე არ გამო. მარტო შენ აგაკ, ხო? აა რა კაი. ბიჭებო ჩვენს საპატივცემულოდ ძველი მოხარშული ლუდი მოიტანეს. რამდენი ოჯახი ცხოვრობს ახლა გუდანში? გუდანში ცხოვრობს სულ 5 ოჯახი ამჟამად. საფულში ემატება კიდე 1-3 ოჯახი, ამოდიან ზაფხულობით ხოლმე რა, ვინებიც არიან აქ რა. 3 ოჯახი ემატება. 3 ოჯახი კიდე ემატება, კი და ძირითადი არის 5 ოჯახი. და მესაქონლეობა? ძირითადი არის მესაქონლეობა აქ რა, საქონელი ხავთ და მოხავთ კარტოფილი მოხავთ და ეგეთი რაღაც. ლობიო მოდის, კარტოფილი, სხვა არაფერი ახლა აქ ისეთი ნიადაგია რო არა მოდის რა. მუშაობს, ზოგი მუშაობს კიდე აქ სამსახურებში არიან, ზოგი მუშაობენ. დალოცვილი ადგილია. ერთმა გაგიმარჯოთ. არ გადიყავით მე. გამო ახლა გოლოდი.
ბიჯო წერან ერხეზე რომ მიგაბი აიწვიტე ხო? აი დავით ხევსურული ლუდით აი აქ დამზადებული ლუდით და ამ პროცესს კიდევ ესწრებით ეს არის ზაფხულში მოხარშული ლუდი და აი ამ ლუდით გაუმარჯოს ყველა კაცს ხალხი მშობიარობას ესწრება და ჩვენ ლუდის ხალხს არც მაგარ კაცს არც რაღაცა განსაკუთრებულ კაცს გაუმარჯოს კაცს იმიტომ რომ ილიას აქვს ნათქვამი ჩვენს დროში კაცი ისე დაკრინდა წინ კაცურის დამატება დაჭირდაო და არ გჭირდება კაცი ან არის კაცი ან არის არაკაცი და მოდი აი ამ ლამაზი ადგილიდან გუდანის სალოცავიდან ხევსურეთიდან კაცები დაულოცოთ ჩვენის თამადობით რა გაგიმარჯვეთ ბიჭო კაცები ხართ ყველანი აი აქ რო ხართ და თქვენს აი ამ სამშობლოს თქვენს ადგილს მამულს სადაც შობილ ხართ და გასჯილ ხართ რომ ამაგრებთ რა გაგიმარჯვეთ ღმერთო გაგიმარჯვეთ მებო მადლობა პირველ რიგში მასპინძლობისთვის მადლობა იმისთვის რომ აი აქ თქვენ ფუძე კარზე ხართ მადლობა იმისთვის რომ კერიას არ აციებთ რა აი ესე სიყვარულით რო ხართ აქ ხო სტუმარი მოვა ოჯახის კარი რო ღია არის სითბო რო გაქვთ ადამიანობა რო გაქვთ კაცობა რო გაქვთ აი ამ ყველაფრისთვის მადლობა ძმებო რა მე აი დედასპიცა ვარ აღფრთოვანებული ვარ და გაკვირვებულიც ვარ რომ აგერ როგორც მივხვდი ახლა აქ თავი კაცის ვარიანტში აგერ კაცმა აგვიხსნა როგორ იხარშება რანაირად ახალგაზრდა კაცმა რო ამიხსნა მაგითი ვარ გაკვირვებული რა როგორც თქვენ ისწავლეთ თქვენი წინაპრებისგან ისე გადაგეცეთ შემდგომი თაობისთვის იხარე და იდღეგრძელეთ ძმებო რა მერტმა გისმენთ გაიხარეთ პატივს გცემთ და აი მოწიწებით თავს ხრით თქვენს წინაშე რა ამ დალოცვა ადგილმა გისმენთ გაიხარე ვერულავა ბიძია გაიხარე გაგიმარჯვეთ ღმერთმა და ჩვენი სტუმრები ხართ როგორც შევძლებთ რასაც შეგვიძლია აქ როსაც მოვუცემთ და როცა ალბათ მოვუცემთ პატივს აქცენტ ყველაფერს კაია დიდი მადლობა ჯერ გვეპარებით გაიხარეთ გაგიმარჯვეთ ღმერთმა იცოცხლეთ ამ პატივისცემისთვის აქ მოსვლისთვის ჩვენ დაფასებისთვის ამ მივიწყებული კუთხის დაფასებისთვის ამ ხალხისთვის ჩვენ დაპატივსაც ვერ აქცევთ ეს დალოცული ადგილი აუცილებლად დაილოცოს დალოცული ის წინ პატივს აუცილებლად კერას კი ბატონო მაგას ადაკარგებს მაგრამ ერთ რაღაცასაც გეტყვი რომ აი ეს ყველაფერი რო გვანახეთ და დაგვასწარით თქვენ იმხელა პატივი გვეცით მეგო რომ ეს არის დაუვიწყარი ჩვენ აი რა ვიცი რა სანამ პირში სული მედგმება მანამდე მე მახსოვრება და ბედიც არის მე მინდა რომ ეს ყველაფერი როგორ მინდა იცი რომ გავხსენდეს მე თვითონ თბილისში დედაქალაქში გავიზარდე და აქ დავბრუნდი საცხოვრებლად მე ამას მე ვაკეთებ ახლა ბოლოს აქ ზამთარში ვინც გააკეთა ეს მე ვიყავ და ეხაც მე ვაკეთებ ღმერთმა ჯანი ეს მინდა რომ გავხსენდეს ახალგაზრდა მომავალმა თაობამ და ენა უფროსებმა ნახონ რომ ეს უნდა გაკეთდეს შენ შემოგე ეს უნდა მოხდეს ეს აუცილებელია საჭირო ლუდის ხარშვა ჩემოძამიკო პირველად დავესწარი ეხლა ეს ამას ემამალ და ეგრე 4 თითზე სადღაც რა ვასწრით 2 საათ ნახევარი და დუღილი სადღაც რა ამას წავიღებთ იმ მეშოკებში ჩავასხავთ მე თავისი ხის მოწყობილება გვაქვს ყველაფერი გვაქვს მაგისთვის მზად არის აქ ყველაფერი არის აქ საერთოდ მაგისთვის მარტივია ძალიან შევიტანთ მეშოკებში ჩავასხავთ მე იმ ტკბილს სუფთას ამ გაფილტვის ტკბილს ამოვიღებთ ხო დავაბრუნებთ ქვაბში იქამდე ამას გამოუყვებით გამოუნელებთ ამას კი ბატონო მე იმ სვეს დავაყრით ნენელა ვაყრით ან ერთიანად დავაყრით რომ სიმწარე ისე მივცეთ როგორც საჭიროა ისე დავსვათ გემონება გრადუსი კონდეს ხო და გემონებაზე ზოგი ისაკეთებს ზოგი ის მე იმ სვესთან ერთად მიგვაქვს და კიდე ახედან ვატრიალეთ იქ ესენა გამოსული უკვე იქ შეგეთან მოწყობილობა ხა იქ რო გადაიყო ჯობია ისა და იქ უკვე კი ნახავთ იქ რა იქიდან უკვე წამოსული უკვე უნდა გაგრილდეს მე ის უნდა გაგრილდეს რომ ეს უნდა შეიყაროს მე საფუარეთ უკვე რა ნელდებელი რა და რაღაც ტემპერატურაზე უნდა იყოს ხო ზუსტად უნდა დასვა ტემპერატურა ნეგატივი უნდა ჩაყო და უნდა იგრძნობოდეს ოდნავ სითბო აუგუსტმა შეყო ის იმის ეს არ უნდა გაგეციოდეს ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ყველაზე მთავარი არის შეყრა მაგის ყველაზე მთავარი საფუარის შეყრა ხო საფუარის მოსხმა ეხლა ამას მე რაბათ ერთ კრუშკა საფუარს მოვასხა კაი ძლიერი საფუარი მაქვს დამზადებული ერთ აი ეს კრუშკას მოვასხა საფუარიც აქ თქვენ გაქვთ დამზადებული ხო ადგილზე სადა მაქვს ყველაფერი იმ საფუარსაც მე თავის იმით წესით ადათ ხსნით ვამზადებთ კიდე აქ ვაღუვებთ რომ ეს დამზადდეს და მე მოვასხა
მარტივია ძალიან. და საბოლოო სახეს რამდენ ხანში იღებს? ანუ დასალე მე ხა კონდიციამდე. მალე მოვინდომე ეს იმის გამო რომ ეს კიდე დადგეს. ეს ღვინოსავით შეგვიძლია გადავიღოთ, გამოვიღოთ, დავასუფთავოთ და რაც რო გადის ახლა ეს რაც გავსინჯოთ ჩვენ, ეს უფრო კარგია. ეს ახლა ჩვენ რომ ამას გავხსენთ ძველთახაცის წელიწადში ტყეობაში, ხო? ისეთი დასალები კარგი იქნება, მაგრამ თლად გაწმინდული დამჯდარი არ იქნება. დამჯდარი არ იქნება. არა შეგვიძლია დავლოთ. და მე არ ვჩქარდი იმის გამო რომ კიდე დრო კონდეს იმას ორი კვირა კონდეს, 15 დღე კონდეს რომ კიდე დაჯდეს. გასაგები. და თავარი არის კოჩი უნდა ჩაესხას ეს სპილენძის კოჩი. იშო, შევიდეთ ხო იქ ვნახოთ სად გადადის აქედან და მე ალბათ საინტერესო იქნება ხალხისთვის. ხიზმით წამოვიღებთ, ამეებში ჩავასხავთ. აჰა. ეს ტკბილი აქვს დაგვეწურება, ამ ტკბილს წავიღებთ მე. აი აქ გვაქვს სვე, აი გადაუღიამასაც როგორი სვე გაქვს, აი ესეთი რაღაც ჭირდება მაგას. ემას ეს ამას ამოვიღებთ. ყიდულობ თუ აქ აქ არ არის ეს სამწუხაროდ. ამას ყიდულობთ. ახლოვლები ამზადებენ და ძალიან საყაჭი გვაძლევენ ეს. თავის შრომაცსაც რო გაძლევენ. აქ მოდის ხო? ამას რო გასინჯო. კრეფენ ხო? ეს უნდა გასინჯო. და უნდა იგრძნო მაგის სიმწარე. ამით სვავს სიმწარეს. ხო, ეს ეხა შეგიძლია შენ გასინჯო. ეს გავსინჯო. გაგეჭო, აიღო ერთი ყვავილი. გავსინჯო სიამოვნებით. დაგეჭე, სწორხანი დაგეჭე. მე შეგრძნობ სიმწარეს. ესე იგი მაგით უკვე ვარგაი კარგი არის. ამას ამოვიღებთ ისე მაგის. უკან ქვაბში ვატრიალებთ. და ვაყრეთ ამას. აჰა. ვაყრეთ ისე, როგორც საჭიროა სიმწარეს. აი წამოიღო ეხა. სიმწარეს. წამოიღო სიმწარე. ეს შეგვიძლია ჩვენ ამას აყრით ადუღებთ კიდევ, ხო? კი. კიდევ ადუღებთ. გამოიღოს ამას სიმწარე დუღებში. მე რო დავსვათ იმ სიმწარეს, თავს სინჯავთ ამას ჩვენ. ამ სიმწარეს რო დავსვათ ჩვენ იმაზე, მე ერთიანად მოგვაქვს, აქ ვასხავთ, აქ ეხლა მაკაცი გვაქვს, იქ კლდეშია მაკაცი. იმ მაკაცს მოვიტანთ, აქ მაკაცს გავუკეთებთ. ის მაკაცი ფილტრავს მე. იქ ფოთოლი და რაღაც აღარ მოყვება. საფილტრო. აქ ხო, გავუკეთებთ, აქ ჩავასხავთ. ეს სპილენძია. ხო, სპილენძია, ეს ყველაფერი სპილენძია. და სულ სპილენძში და ხეში უნდა იაროს ამ ყველაფერმა, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია. მე ამას გადავიღებთ კოჩი და კოჩი უნდა დავარდოთ იმას. კოჩი რა არის რო გითხრა? სპილენძის ბოჭკა. აჰა. ანუ ნაკრული დატოვება და რაღაც პრობლემა არ აქვს, ხო ლუც? არა პრობლემა. უკვე დავიწყე. დაწყებული და აი ეს წამოვიღეთ ტკბილი, ჩაიწყე. აი. ეს ხის იმიტომ არის, რომ ეხლა შემდეგი წამოღება აქ ჩაესვა. მოვიდა მეორე. შეიძლება დააგემოვნო. შეუბერე და უნდა იგრძნო, რომ ადუგა ტკბილი უნდა იყოს. ხელის წებონება უნდა ქონდეს კიდე. აჰა. ეს მეშუკი აქ მე მაქვს მაგის ნაჭრები, ეს აქ იკერებოდა, აქ აკეთებდნენ ამას ამზადებდნენ. ეს არ გაიხიო და გაფუჭდეს. ანუ შეიძლება გაირეცხოს. კი, ამას რეცხალ ამას უწოდებენ, ჩვენ ძალიან ისეთი რამე არის, ამას. ანუ მრავალჯერადია. გულით როგორ იცი? მრავალჯერადია. აუ რა გემრიელია. ტკბილია? კი. ტკბილი უნდა იყოს. იქ თუ ტკბილი არ არის, ესე იგი არ გამოვადით. ტკბილია. ისეთ ტკბილს რა უნდა იყოს, რომ აი ძალიან წვენი ვითარი. ძალიან მაგარია. ბიშვ აბა გასინჯე. მე ხო არ ვიცი ხა ამის როგორი ის უნდა ქონდეს და მე მგონი რომ ძალიან კარგია. ძალიან გემრიელია. თქვენ გაიხარეთ ეს რეები ვნახე და რეები გავიგე. ვერულავა ბიძია. აბა გასინჯე ეს აი. ის ჩამოწურულია. ჩაი არა ის არის რა კიდე ყავა. აი ეს არის ჩაფილტრული უკვე ნაჭრის მეშოქში. აი ხა ჩემო ძვირფასები სამწუხაროდ ვიდეოში სუნი არ ჩანს. რა?
არომატი ხო სასწაული. დამეჯერება რომ სასწაულის სუნი აქვს, გემრიელი სუნი აქვს და ეხლა გემოსაც მოგა. მე გაგიცია ეს რო იცოდე რა, უბერავდი. რა წვენია. ტკბილია, ხო და წვენია, აი ჩათვალე ამა წვენია. შეკარ თუ არა მაგ. უნებრივი ტკბილია, ხო? ამენა, შენ რაღაც ძალიან აქვს ლამაზ და ძიმია. ბეჟო მიაკუჩები შენი არ ვიცი. გადაუჯექილი. ძალიან მაგარია. აბა, გენაცვალეთ, კარგად მენახეთ ყოველთვის რა. ღმერთმა ძალა მოგცეთ იმისა, რასაც აკეთებთ, ბედნიერი და წარმატებული ახალი წელი მინდა გისურვოთ ყველას შემოგევლეთ რა. შვიდობა თუ იქნა ყველაფერს გავაკეთებთ და თუ შვიდობა რავი არ იქნა, მაშინ გვერდი-გვერდზე მოგვიწევს ერთმანეთის დგომა და შვიდობისთვის ბრძოლა. მადლობა ყველაფერს. ახე სად ვართ? აუ რა მაგარია. აკაკულია მე შუა გზაში რო დატოვე ხო? მოდი. არა, ეგრე არა, ამოყირავდები. აქეთ შემოდი. მიდი. კაი მეტი აღარ მიხვიდე. არა, მოდი. მიდი უკან, მიდი. всё. გუში რო გაიგე საქაურებმა რომ მოდიოდით. რაღაცები მოუმზადებიათ. კი ბატონო. რომ გაგვიმასპინძლდნენ. გამხელა სიყვარულია სტუმრის. სტუმარ მასპინძლობა თაში. აი ვიპოვეთ. ბავშვები იქით თამაშობენ და უფროსები აქ. რაო? ბავშვები იქით თამაშობენ და უფროსები. უფროსები აქ. დავით, ბავშვები იქითო გენაცვა. ო, აი ხლაურბაში მე ბავშვი. აქა მშვიდობა. კეთილი იყოს ჩვენი ფეხი თქვენს ოჯახში. აქა მშვიდობა. ვაშკაც. ჯანმრთელობა, სიყვარული, სიკეთე, გამრავლება და ყველივე კაი, აი გიორგას კონცერტში უნდა მოვიდი. მარიამ, მე გავიგე ასეთი ამბავი, რომ შენ მღერი ძალიან კარგად და მამა წერს ლექსებს და შენ წერ ამ ლექსებზე მუსიკას. აი და ცოტა განათებულად ხო შეგვისრულებ ერთ-ერთ ასეთ სიმღერას მამას ლექსით, შენი დაწერილი მუსიკით. აში მეგობრებო. ძალიან დიდი მადლობა აი პატივისცემისთვის, რაც თქვენ გუდანისთვის გააკეთეთ დღეს. გაიხარეთ. ცოცხლეთ იხარეთ. დაგლოცავთ ვიდება ნამდვილად ყველა სიყო და სიგიჟე იყოს ყველა თქვენთაგან ოჯახში.
შეწეოდეთ აგერ კაი საქმეში აჰა, კარგად იყავთ ხო? კაი. ბედნიერი ვიყავი, ისე გამახარეს და აი უღრმესი მადლობა ჩემი სურვილის ასრულებისთვის და ყველაფრისთვის და რა სიკეთეც გამიკეთეთ, იმერთმა ორმაგი დაგიბრუნოს და უღრმესი მადლობა. იცოცხლა და თან მარიამი დამიკარგება გზაში იყო გადაცემაში სტუმრად ნანუკასთან. ოსა ნანუკა ბეჟო იყო. მე ვიყავი მაკა ასათი. მე ვიყავი მაკა ასათი. ბეჟოს ხეიტა ნანუკას ვეძახი. ნანუკას ვეძახი. კარგი იყო მე შეიძლება მაკა დამიძახო. შენ მაკა არ გჭირდება, ვერონიკა ხარ, ჩემო ძმაო. რა წეღა რა იყო? ის ჩაწერილია თვითონ. ოჯახთან ბოდიში და არა. ესო მოკლეა, უნდა სტაფილოს მთავარზომი. ეჟო, ბიჭო. მუხლება მიდის და როგორ იყო? მუხლი. კაიგე. მუხლი. თქვა. ჯაბა, როგორ მუხლი რაღაცო. და სტაფილოს ჭამობდა წვეულს. როგორ და სალოცავში შევიდა და მუხლი უნდა მოიგეკარა და გადაგეჭირა პირჯვარი და ბეჟო ეუბნება რომ მოიყარეო მუხლიო, ვერ ულავას ეკითხება და კიო მოვიყარეო მუხლიო და მე შეგეთხო. გაპულიგე ვერ ულავა. ანუ ეხა კი არა ზის დგა, მოიცოდე. არა უშა, ჩემო ჯაბა. ხოიცი როგორ ხება? ესე რასაც მე აქ დამცინია, იქ პლუსში მეთვლება, იქ. მე ნახავ. ამათრო ენას გამოუყობა. არა, ბეჟო იქაც ცეცხლის პირას უნდა იდგეს ესა ბიჭო. ავარია ჩვენ არ ხოშავდეს. პროსტა რომელი მიმეცები. ეს ზევითი რა გამაკანეთი ის თუ იცით. აბა. არიცი. ბაჯეროთი. ზინგერი. ბაჯეროთი. ზინგერი. ლამბორჯინით. მოიცა, ლამბორჯინით რატო იყო? იქ რო არა ბიჭო, შლაგბაუმი უფასოდ ექნება იქ. მოკლედ მეგობრებო. მატორ. ხო. მოკლედ მეგობრებო, ეხლა რა მინდა რომ გითხრათ. დავეშვით გუდანიდან. დავეშვით. აბა შევედით ბიჭებო. აი სადმე ზღართანი არ გავხდი. ზღართანი არა, ყალიდან არა მოვარდი, თორე დავიწვევით, რომ ჩვენ არ უჭერით როგორ არა ამხელს. უკან ხალხი ეხა ტანს გვიკრავს. რამაგრად ჭრით. ჩი აქვს გადმობრუნებული, ვაუ. რა? არ მოცუდა. ბიჭო, პატარას რო გავუშვებ სათამაშო და უკარო მიყვები, მოიცი ვარ და იქცეს და ეგრევა რა. ჯამა პატარაში რაზულეს პასაკი, პატარას თუ ტანკას პატარას. არა და კიკსტერად იცი რა საუბრობდი ეხლა ბიჭო. ეს რა მანქანით არის ესა ბიჭისა? რა მანქანით არის? მოსამარ. ისა Toyota Zingerით თუ რა მანქანით არის? დიდი გაზი არ უნდა ბიჭო, დიდი გაზი, რა თუნდა დიდი გაზი. არ უნდა. ეჟი კერდი ბავშვი
შევიმივას. გამოვა კაცო აგერ ვიღებ უკვე წავიდა ბიჭო წავიდა აი არა ბიჭო აი არა მამუ გარგა ვწირო მამუკდა გადმოდით იქნები პარამეტრები მარშია არა ერთ უკან ჩაიციეთ მეგობრებო მიდი აცხრიგეჭიროს გლურჯიძე საითურა წავიდეთ ორი ოჯახი ცხოვრობს კი 4 ადამიანი სული და ქმარი მარჯვნივ იყო გადასახვევი და ერთი ოჯახი მანდარი დინარეზე ვერ გადავალთ, ვისაც გინდათ გადადით. შენ გადადი მდინარის ხიდიდან. ხიდზე გადავალთ, ხო, გამიძლებს თქო. ხაჩი ვეტები, ბეჟო, აკა, ჩემი დედავადი. სად მიკრება? არა, გააჩი. რამე შوار დაგეხმარებით, ძმებო. გზას გიფუძი და ჯამა ატაგაცანა. შენ აქ ოფროუდზე დადიხარ თუ დასალევა შენ შემოგვი. ჩიქაზე გეპატიჟები არ მინდაო. ხალხი უნახოთ მილკი არ მინდაო. წამოძმაო მაშინ. მამუ ფრთხილად იყავი ჩემო ძმაო. როშკაში ვართ. ამოსულები, მე მგონი. მეგობრებო, ალალი კაცია, ინათ უნდა შევიდე თუ ისე ჩემო გიორგი, ცხოვრებაში ერთხელ ჩვენები დიჟეფი უნდა გაჩვენოთ. ცოცხალი ცოლიმონები გინდათ გაჩვენოთ ხალხთან. დამაინტერესა როგორები არიან, დამაინტერესა. ვაჟადან ვიცით, თერფაზე უცელდება. სმარტოფ შავზე აცელდებოდა, ამაში დავწმუნდა. პილად, გულში ჩაკრულად მიგვიღეს, მიხვდნენ რომ გიჟები ვიყავით. ხო და მიხვდნენ რომ გიჟები ვიყავით და ხალათები კი არ ჩაგვაცეს პირიქით. პირად გვიმასპინძლეს და ამით მოგვარჯულეს. ხემსურეთში ერთადერთი დაბადებული წლევანდელ წელს ერთადერთი დაბადებული ვაჟკაცი. ამოდით კაცო, სუფთა ჰაერია, რაღაცა კენით აქა და გამრავლდებით კაცო თქვენც კაცო. მარცხნივ აიღე ეგრე. ოპა, მიდი. ეგ არის ჯიგარი ხარ. მაღალი ძაბვის რაღაც გამანაწილებელია და საინტერესო ამბებში მოვედი. Interesting. არა, უკან ჩად. დაშვება. მატრიალდა დავშვა. ახანში დაიწყება ნამქერები, სადაც მე მოგვიდება ლიბიოტკების დაბმა და დაგვართენდება აქ. ხო და აი ეს მოტოკე რა გადაისვა. პირდაპირ აჭერ. გიორა. თქვენ გართობა თუ გინდა მე თუ გინდა გამოვყვებით. ძალიან გახარებული ხარ. რავა? გახარებული ხარ. გადარეული. არ ხოდი რამდენი კილომეტრი შეიძლება აქედან. ეხლა მოდი რამდენი კილომეტრი დაიყოს. დავით არა, პროსტა ისე მაინტერესებს. ხო, კაი, ისე მოჟდა. ჯაბარო ესე ფრთხილად დადის, დაღმარჩი. ესე იგი. ამათ საშაყილოა ბიჭო და. ისი ბიჭო. აბდრლების. გაწყვეტა ძაფი. ბეჟო რო ქვია რაღაც ეგრო რაღაცებს აბრალე და კიდადის ტოიოტათი სედანით. აბრალები ძაფს ყვითავსო. ვაფშე არ ყვითავს ძაფს. ნემსას აქ ხმა ხოლმე, ხო? ერთს გავლენ და სამი კვირა მე პროფილაქტიკაში დგანან ძმაო. ვერლოგა ჩამავსენი. შედობით მოვიარეთ, სასიამოვნოდ დავიღალეთ, დავტოვეთ ოჯახები, სიყვარულით, სითბოთი და სიხარულით სავსე.
შენგენაც ვალება. მომავალ შეხვედრა. მომავალ შეხვედრა. See you. აბა სამბედო ვარ ერთი ბეშო რომ მითხრა. გამშუაღავეს, ამშუაღავეს. სურეთში. რა თომედი არის. რამე დაუჩა? კატუკა რა კარაოკე. კარაოკე უნდა გადავცეთ მარის. დინამიკი თავისი მიკროფონი. დინამიკი თავისი მიკროფონებით და ხო. თან გარკვეული ისტორიაც ექნება, რომ თუ ჩვენს გასულებში სადმე რამე სიმღერა ამ დინამიკით არის შესრულებული და რაღაცა ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა ექნება მაგ ბავშვისთვის, იმიტომ რომ ძალიან გულშემატკივრია და ძალიან კარგი პროგრამა. მრავალ სიმღერა გამოვლილი დინამიკია. და კარგ ხელში გადადის, მინდა გითხრათ და შემდგომ მარი შემოგთავაზებს ხოლმე თავის ამღერს რეპერტუარს და ჩვენ დავთქვით ის შესრულებით. ძალიან კარგი. ეს კაი სიმღერა, ვინა მოვუსმენ. ვინა ხაზები? ნინა. აი თოვლის გამოჩნდა. ჩვენ რო ჩამოვედით იმის მერე არის ცოტა ვიზარება წინახედის ჩართვა. დაუჩა სულ 6 კილომეტრი დანამდე. მოვედით გუდანის გადასახვევად. ჯუმბა სუზევით არის ყველაფერი. ხიდის ჩართვა, გვეზარება, გარეთ გადასვლა, გვეზარება და ხიდს არ ვთავ. ეხლა მოგიწევს მაინც იმ აღმორძა. აბები რო ჩავთვალ. ვაწვალებს რა. ზრავი აქ აპკატკაზე. მეჯოს და წვალება არ შეიძლება და ხო. ჩარტო ჯობია. ნადირ ხვლიკი ხოლია ბეშოს. ვერულავა რომ მოდიოდა ორი დღეზე პირჯვარსაც ერთხელ. ორი ხი. ამოცულს რომ შევიდა. ამ სარკასტი ჯაი ხოდა გაჩერდეს. მოვედით ბოლომდე. ძალი ხიდი. სტუმრებით კი და მასმიზლებით გამომხედეს. დინამიკები და შემთხვევით გავიგეთ რომ მარის ძალიან დიდი სურვილი ქონოდა და სულში სულში და კარგად ხო როგორ ხართ? მე ადიცხი როგორ და რა მუშ ეს რადიოა, ეს აუქსი და კარი ბლუთუზი, რომელსაც უნდა დავუკავშირო. დიდი ბეჟო აღებს შენ. ეს არის ყველა ჩასადე.
ღვინის ბოთლის ჩასაგები. ბოთლი არა, გვაქვს ცარილა ვანა ხოთი. ესეც ღვინის ბოთლის ჩასაგები. ნახეთ მის სამაგრები. ძალიან დიდი მადლობა, რატომ შეწუხდით ჩვენ? მადლობა. ჩემი ხელნაკეთი არ ვიცი რამდენად მოგეწონებათ, მაგრამ ამას ძალიან ბევრი წლები ვინახავდი, არავისთვის არ მემეტებოდა, მაგრამ თქვენ ჩემგან არ ვიცი, თქვენაირად ვერ გამოვხატავ და ვერ გადაგიხდით იმ მადლობას და პატრიოტებად, რაც მისთვის გააკეთეთ. ღმერთი გადაგიხდით. ეს მანქანაში ეს ჩემი დაქარგულებია. ანუ ამ თავისი ტრადიცია ცოტა მტვრიანია და ამასაც გეტყვით, აქ ყველა მიცვალებულებზე აკეთებდნენ ხოლმე. ეხლა კი როგორც სუვენირი ისეა, მაგრამ გარდაცვალილ ადამიანს უქარგავდნენ ხოლმე ყველა სახელის ბოთლია, სულის სახელის და ამაში ასხავდნენ სასმელს. ყველა სუფრაზე მიდიოდა ყველა, ვისაც ოჯახში გარდაცვლილი ყავდა, თავისი ბოთლი და აუცილებლად უნდა დაეცალათ ეს სასმელი. ვინც ბევრ დალევდა და დაცლიდა, ის იყო მაგარი მასპინძელი და ეხლა თქვენ იცით, საციკეთო სუფრებზე გამოგეყენებინოთ. ჩვენ მაგარი მასპინძლები ვიქნებთ, არ გვიჭირს. ამის გამოცდა მით უმეტეს მე და მომუკას ცოტა მტვრიანია. შემოგვათენ ძალიან დიდი მადლობა. გეწონება, სხვა არაფერი შეგვიძლია. და კიდე ზურგეკადრები. დალეული გავიგე ყავთ, ხო და ეს არის შიბუ, თის ბალახი, გაგებული გაქვთ შიბუ. არ გვაქვს გაგებული. აი თავი არც განძილიც არ არის, ეს ამას უფრო რაღაცა სპეციფიკური გემო აქვს. ხო. აი ხანძილის ტიპისა. აქ ზარეული იცი რომელი იყო? ვიცით ხო. თასავით კაცი რო. დამამახსოვდა სიმაღლით. აურა მაგარი. და მიხვდება დანიშნულება თვითონ. ხალხო ძალიან დიდი მადლობა, მე ზუსტად ვიცი რომ ჩვენი საჩუქრები ამ საჩუქრებთან აბსოლუტურად ახლოსაც ვერ მოვა და უმეტესი მადლობა და ცოტა უხერხემლოებაში ცხოვრების იმედებით მოსულ ვარ ქვეყნად, არ ჯოჯოხეთის მოლოდინში დამიკონესია. დამალევინეთ, გევედრები, დამალევინეთ, მაგრამ არც ერთი საფრთხერო არ ამათქმევინეთ. დავასხოთ. ტაში, მეგობრებო, ტაში. Cheers. აუცილებლად ბევრს ვიმუშავებ ჩემ თავზეც, ბევრ წარმატებას მივაღწევ და თქვენი ძალიან დიდი დამსახურება იქნება ეს და აი არასდროს არ დამავიწყდება თქვენი სიკეთე, უღრმესი მადლობა. დიდი გოგოკაიზა. აჰა, წამოვედით, მეგობრებო. დავასრულეთ ჩვენი ამ წლის ქვემოქმედება. სამდრიანი გამოვიდა. სამდრიანი. გუშინ წინ ვიყავით ხევსურეთში. სოფელ გუდანში და რაოდენ საოცარი საქმე იყოს, ეხლაც იქ ვართ. შუა ღამეა უკვე და მოვდივართ უკვე. იქიდან ვინაიდან შევიტყვეთ რომ ერთ-ერთ ბავშვს მარის, რომელიც ძალიან კარგად ღერის სურვილებში თოვლის პაპასთან, პაპუასთან გასაგზავნა სურვილებში უნდა ჩაეწერა კარაოკე. არა არ ჩააწერეს და არ ჩააწერინეს ხო თუ რაღაცა მოკლედ და შეაცვლიდნენ სხვა სურვილით და ამის შესახებ გახდა ჩვენთვის ცნობილი. სულ შემთხვევით
მაგრამ რა ვიცი ჩვენთვის რა არ გახდება ხოლმე. არა, არც დამალული რომელიც არ გაცხადეს, კარგად მოეხსენა ბეჟოები. ხოდა მოკლედ გავიგეთ ეს და ის ჩვენი კარაოკე შკატულკას ვეძახით, მაგ კარაოკეს ჩვენ ენაზე. ნინასთან ბოდიში ფრანგულებს როგორი მღერებს ახლა არ ვიცი. არ ვიცი ნინასთან ბოდიში, მაგრამ ავდექით და წამოვუღეთ და ვაჩუქეთ მარის და აი არ ვიცი უდიდესი ემოციებით დავიმუხდეთ ჩვენ თვითონ. ჩვენ თვითონ იმ ბავშვის ემოციები. რამოდენიმე სიმღერა შეგვისრულა და მენერა ძალიან ესეთ კარგი მომღერალი დადგება იმედი გვაქვს. ეს იყო ჩვენი მეორე დამოსვლის მიზეზი გუდანში. აყურებელო მეგონი არის კახეთის ამბები ბეჟო და გითხარ ერთი ორი სიტყვა რა მოხდა კახეთში. 29-ში კახეთში ვაკვირდით ანალოგიურად ერთი ოჯახი ყავდა შერჩეული, სადაც 6 ბავშვია და იმ 6 ბავშვის სურვილები რა თქმა უნდა და ნატურები მოვიპოვეთ და უბრალოდ ფოტო ვიდეო მასალას ვერ შემოგთავაზებთ, იმიტომ რომ ოჯახმა არ ისურვა გამოჩენილი, მაგრამ მე შემიძლია სურვილები წავიკითხო რა გადავეცით ბავშვებს. სახელს და გვარს აღარ წავიკითხო, მე ვარ ესა და სახელი და გვარი, ვარ 14 წლის, ყავს 5 ძმა და 1 და. ესე იგი, ჩვენ გვინდა ყველა სურვილები ერთად არის როგორც ჩანს. დიდი ნაძვის ხე. სახელი წერია თოფი და პულტიანი მანქანა. ფეხბურთის ფორმა და ფეხბურთის ფორმას ჩვენ გუთიც მივამატეთ, რომ რაღაცნაირად კომპლექტი შეგრულიყო. ესე იგი, შემდეგი ბავშვი არის მინდა დიდი თოვლის ბაბუა. კიდევ პულტიანი მანქანა, ბიჭებს პულტიანი მანქანა უნდა და ბოლოს ყველაზე პატარა ითხოვს თოფი. პულტიანი მანქანები ვისაც უნდათ, ალბათ ოფროუდერები გამოვლეთ. თოფები მონადირეა. ალბათ ყოველ შემთხვევაში ორივე ბუნებასთან ახლოს არის, ბუნებასთან ურთიერთობაში. და ასევე პროდუქტებითაც დავეხმარეთ ოჯახს. ხო, რა თქმა უნდა, ეს ბავშვების სურვილები და ოჯახს საახალწლო პროდუქტები რაც საჭირო იყო, ესენიც გადავეცით და ეს ყველაფერი მოხდა გუშინ 29 დეკემბერს. ეს რაც ჩამოვთვალეთ, ეს უკვე გადაცემულია, უბრალოდ არ გასაგები მიზეზების გამო ფოტო ვიდეო მასალას ვერ გაჩვენებთ და საბოლოო ჯამში ამ სამდღიანი ჩვენი წინდაობან სიარულით მივიღეთ 9 გახარებული ბავშვი წინა საახალწლოდ და 6 ოჯახი, 5 ხევსურეთში და 1 კახეთში. 6 ოჯახი, რომლებიც ისევე შეხვდებიან ამ ახალწელს, როგორც სიტყვაზე ჩვენ ხვდებით. და ეს არის ძალიან სასიხარულო და მე დარწმუნებული ვარ, რომ გადამდები იქნება ძალიან ბევრისთვის. გავეშურეთ, ის ცოტა ხوار გადაუხვიოთ. აღმოძიადი ხარ? ცოტა არ გადაუხვიოთ, ახლა მაინც თორში ესე ამოვიდეთ და ჩავიდეთ. აი აღმართი შეათვალიერა ბეჯო, ამოსვლისას აქ უნდა ავიდეო და ნახოთ რა შეიძლება. ხაბები შერთო მოუწევს. ხაბები უნდა ჩავთვალო. სამიანი მოქმედება გვეზარებოდა და ვიარით სალიხი. ვინმე რომ ვითხოვს ძალიან ყოჩაღები. საბურავები გვაქვს ბლიზაკები, დაბერილია სავარაუდოდ 2-0-ზე. კი. დაშვება ხო დავუშვა თუ გეზარება. ხაბები არ ჩავწე ვიტო და საბურავების დაშვებას დავიწყე. ხო დრას ვიზარ და როგორც ბეჟო იუწყება, გადადის ლოშკაში. და ნახე იქ რა პადიუმი. ვიდეოში როგორც ყოველთვის ყველაფერი მძაფრად ჩანს. არ ჩანს მძაფრად, აქედან თუ დავეშვით. რა უნდა ვქნა?
გაჩერება არ შეიძლება. რა დავწუნდები, რა გავჩერებ. ოჯახა. ნადირ ხვლიკი ყოლია ბეჟოს და. ორი ოჯახი ცხოვრობს. გუდანში და ორი ოჯახი ცხოვრობს როშკაში დაგძაღან აფასტება. ბრაუდება. ცოტა საის წორზე მოადრეალა, რა იქნება. ორი ოჯახი ცხოვრობს როშკაში. გუდანში 5 ოჯახს ვიცნობთ, როშკაში ერთს ვიცნობთ. ეხა წავიდეთ მეორე გავხვალ. სადმე ხوار ჩავარდა და ხوار დავრეკოთ. შენ გადაავდა აქ. ესე გამომწერეთ ჩავარდები სადღაცა. კაბელები რო შედიოდა. ეს არის რო ღმუოდა? ბევრი კაბელა, რაღაც ქვესადგურია. რო არ ღმუის ახლა? არა, იქიდან ჩანდა რომ აქ. აუჩი, შოთა სახლა რა ახლოს ვარ ისე ცოტა. ნუ ეს უერთდება რა. ეს გზები რა. იქიდანაც ვიყავ. იქით მხარეს გადის სპიორექსი სადაც შევი ვარ. ეგ. სად მოტრიალთ? რაო, იმას თუ ერთებად გვირა იმგზით ჩავიდეთ. დავით. აგრძელებ გზას, ვცდილობთ რომ როშკის მეორე გზას შევუერთეთ, სადაც გუშინ წინ ვიყავით. ბატონი, საიდანაც მოვედით გუშინ წინ. ნახოთ იმედია შევუერთდებით. იმედია არ მოგვიწევს ჩვენი მოხეტიალების გამოძახება ერთი მანქანით ვარ. ესე კი არიან ვირსები რომ გამოგვიწევს. რა ვქნა შევარდეთ ღრმატორში. არა ჯალამბარი გვაქვს. გამოვა ასე გავწყვეტ თოკი გადავჭრა თუ ჯალამბარს. მომას ვერის ხელოვნური ინტერნეტი. როიში დაწერილი. არა, მართლა ვღერის თუ ისე რა. არა, მართლა ვღერის. აი, დინარში გადავედი და იქეთ უნდა იყოს ეხლა ის გზა მე. ვაიმე. აქ მართლა მუზიკა და ჯობია ბეჭო. ადი. ვიდი. ცოტაც. გავჩერდა. ეხლა რა ვქნა? ჩავაჯალაბაროთ? არ ვიცი. მოვაჯალაბარ. კეთან დაძრა გამორიცხული. არა, ჩავაბა. გადავრჩით, აი ძალიან დაკიდებულ აღმართზე ვარ და გადავრჩით. უკან არაფერი არ ჩანს. აბსოლუტურად არაფერი არ ჩანს. და ნუ რა ვიცი, იქით ხევია, ხრამია, აქეთ კლდეა და იქით ავიღებდი რულს, ჩავარდებოდით ხრამში, აქეთ ავიღებდი რულს და ამოტრიალდებოდი და საბოლოო ჯამში გაჩერება ვარჩიე და დავარტყი ტორმოზიდან, ვიცურავეთ და გავჩერდით, რა გაგვიმართრა.
ეხლა დავაჯალამბარებთ, იმიტომ რომ უკან ფიზიკურად ვერ მივდივართ. უსვლის კამერით ძალიან რთულია, აი არ ჩანს, რაც სუდად ჩანს ძალიან და მოწყვეტილი მანქანა უსვლის კამერით რო ჩაიყვანო. არ ვიცი. რთულესი ამბავია და ჯობია რომ დავაჯალამბაროთ, სადმე არ მოვწყვეთ კიდე და ისე ავიდეთ. მამუკა ექსტრემალურ სიტუაციაში აბავს ჯალამბარს. ხენი აქვს, ინტერესებად მოგიწია ჩაბო. Bejo, xe a controle, xe. Xe a controle. Წაიღო ხე ბეჟო. ნელა, კაი, სიო. ხდება. ხევიცრიალდები? გააჩერე გადაგავა. იქით ხეებს ვერ წვდებით. და აი ამ ბეტონს იქნება რამე კაუჩივით გქონდეს. არა, კრიტი დადეს. უნდა ჩაასხეს თუ რა. აი ხა რაც მოგდის ახია ჩვენ. ჰოპ. ქვეშ არის ძალიან მაგარი ყინული. კევლარი არ გვეყო. გავაგზავნეს. საბუქსირე თოკის და მიდი ამოვა. ბეჟოს შტურმანობა არ ყოფილა თლადადველი. მოდის ნადირ ხულიკი. ძალიან გადაყინულია იქ. სადაც ეხლა დგას. ფეხით ვერ ამოდიოთ. ჯალამბარით ავდივარ და თან ვეხმარები რა თქმა უნდა აი 2000 აბაროტით პირველი რას დადგით საკმაოდ საკურავი და ოდნავი მოჭიდებაც კი არ არის. ო ოში შეაიდე და გაჩერდი, აბა თუ შედები და გადაგავა. აი კაბდემ აი იქ რომ მივალ იქ გავჩერდები, ახლოს მივალ. იქ უეჭველი გავჩერდები. ხო და ბოლომდე მივალ. იდევა ჰოპ. როგორი დაკიდებული აღმართია, იცი? ხალხო, აი ფეხით ვერ ვდგავა. აქ კიდე გასწორდა და იქ ვერ ამოვდიოდი. იქეთ უფრო და ისა დაკანა. იქ დაკიდებული იყო და კიდე კაი აქამდე ამოვედი თორე. იქ რომ მოუწყვეტილიყავით, ვეღარ გავჩერდებოდი. სადმე ვერ მოასწარი, ხო ჩაგდება? მოვასწარი, მაგრამ უკან ვერაფერს ვხედავ. მოვასწარი და რო ვეღარ ვხედავდი, მე ტორმუს დავარტყი, რომ მეთქი თუ გავჩერდით ხო და. გავჩერდით რა. გადავობი ჯალამბარი მეორე ხეზე. კაი. ბეჟო. რაღაცა ნელა მოდიყალა. ეხა აზე მეშრება იცნიერები. ხვალ ახალი წელი. ამოგვედი რაღაცა კაი საფე გააკეთე. ჩემ თავზე ვარ. საერთოდ დაიძინე. ხვალ ახალ წელს შევხვდი როგორც ყველა ცივილური ადამიანი. რა ჯანდაბა გინდა? ფეხით ვერ ვდგევა. მე მგონი ბეჟო შეიყავს ის რა ქვია, ბძენი მეუღლე. დღეს ვერ შევხვალო, გიტყვა. ეხლა გამოვიდა. აბა შენ დღეს ვერ ჩამოხვალ. ზედი მეუღლე კი არა, იქ მივიდე. ხო და მე მგონი ჯობია დავრეკოთ ვიკეთა და ამ საღალწოს ხელს და ფეხის მოტახვა არ მინდა. სიტუაცია რო ვანახოთ. ესე ვარ ხილები. ჯალამბარს ვერ ხსნით, იმიტომ რომ ცურავს. იმიტომ რომ ცურავს მანქანა და ვეშვები დაბრა და უკუსურით იქ მოწყვეტა არის აბსოლუტური ტრაგედია, რომ კატასტროფა. 200 მეტრიანი დაღმართია ხვევით მოხდოული. კატასტროფა უნდა გადახდე მანქანა და
მეტი სხვა გზა არ გვაქვს, იმიტომ რომ ვერ ხედავ ვერაფერს. ერთი შანსი გვაქვს ეხლა რომ მოვატრიალოთ მანქანა, ოღონდ ძალიან სახიფათოა მოტრიალებაც, იმიტომ რომ მოტრიალების პროცესი გვერდულად რომ მოწყდეს, გადავყირავთ. მე მგონია წინ ჩასვლაც აპასტია. ხო და თუ მოტრიალდი, ჯაჭვების თუ გარეშე. მოტრიალდი, სწორად თუ დავდექი, მაშინ აი პირდაპირ გეუბნები რომ ჩავალ. იმიტომ რომ დედას ვიტირებ, დავასწორებ გაზით, რაღაცით დავასწორებ. პირველი რაც დადგით, ჩავალთ, მაგრამ მოტრიალება არის აქ, ძალიან სახიფათო. ზევითაც ვეღარ მივდივართ, ანუ ჯალამბარი და ხეები რაც არის ეს გააფიქსირე. ხრამში არის ხე. ხრამში ვერ მივდივართ იქამდე და ზედახემდე კიდე ჯალამბარის ეს თოკი და მეორე საბუქსიროც თოკი არ ყო. რა ესე დღე. ხო და ეხლა მოიფიქრე ვისთან რეკავშე. არა, ეხლა მე ვიზავ ესეთ რაღაც. ჯალამბარი თოკის გარეშე თავობათა. მე? ამოვიწიო წინ, აი აქ დავდე. და მე უნდა ჩავიდე ნელ-ნელა უკუთხე. მოტრიალება გინდა? უნდა ვცადო რა. რამეზე ვერ დავაძღვე, რა. ჩაბურზე რომ მოვატრიალო. მაქსიმალურად გამოშვებული. მე? შენ დაიჭირე თოკი. წინ ჩაბმული? ხო, წინ ჩაბმული, აბა. წინ ჩაბმული. მე არა მოგატრიალოს, ვაფშე ტრაქს რო ჩაიქნევს ესე უკან. თუ მოწყდა გადმოხტები, კაცო. მაგრამ რანაირად გადმოხტები, იქით ხარეს ვიქნები, ხო? ხო და ეხლა წირო წახვიდე და ჯალა ეს თოკი ხო დაგიჭერ წინაცხვრის უკანა ხარზე არ ჩაიქნევს ქვევი? არა, გააჩერებ, ისმი არ გაწყდეს. ხვის რომ და რაღაცა მეტარი აპასი რაღაცაებს აპურში. არა, ფაგზა არ არის ეხლა. რა არის და ორეკოდო იმესთან და ჯაჭვებს ამოგიკანს, რავი, რა პრობლემაა. ვის დაურეკ? ტელეფონი ჭერს? მე მგონი კი. მოდი რა ვცადოთ ეს ვარიანტი, რა იქამდე ამიყვანი. სანამ ისინი არ ჩამოვლეს, ხო რაღაც ზონა გავაკეთე. მოდი რა ეს არ დაწუდეს, დავიждები. აი, იმედია შემდეგი ჩართვა იქნება. გამოვიდით ცოტა კიდე, რამდენიმე მეტრი. მეტი ჩასაბელი აღარ გვაქვს. ეჯო აპირებს რომ მოატრიალოს მანქანა აქ. ო. იდი. გააუხრა დავიდე? აბა, ასაპირებ ბეჭო. ეხა შენ არ დაჭდე მაინც. ერთი კაცის გადმოხტომა. ადვილია ვიდრე ორი კაცის. აი ესე სადაც გვერდზე თოვლი. სტიო ები ავიდე, თუ გავჩერდი იმედია მანდიდან არ მოვწდები რა. თუ მოვწდები, ეს კიდე აი აქეთ შემოვა. აქეთაც თოვლია, რა ხე? და მანდდება დამაჩერდი რა. ხოდა. სადრი მომზადე მაინც. ადრის აზრი არ აქვს უკან ვერ ხედავ ვერაფერს. აი ესე უნდა ვიცი. არა, გაგიჩერებს მაინც ტოლუსთან შედარებით. სწორად მიდი, სწორად უკან. არა, იქე დიდი თოვლია, სწორად არ წახვალ არსად. მიდი ავა. მიდი მასე და მე გაასწორე. კიდე გავასწორო, შესვლა მინდა. მიდი და გაასწორე ახლა. გავასწორო? ხო. აია, მასე მიდი. ავიღო. არა, მიდიხარ, შედიხარ ეგრევე იმაში. ხო და მოტრიალებას ჩარიჭო. ხო და მიდი ჯერ მაშინ ბოლომდე. სიო, აღარ ჩაცურდები ქვევით. აქეთ აიღე ჩემსკენ ცოტა.
ხო, ოღონდ ძალიან ქვევით ჩადიხარ ეხლა, შეიძლება ქვევით წაგიღოს. ჩავაბა? ასორე. კი, გასორე ახლა. არა, რა გავასწორო, უნდა შევიდე. მაშინ ხო, რავი, შედიხარ ჩოლებრივად. მიდი. აი. უნდა დავეშვათ, მამუ. მიდი, მე ფეხი ჩამოვალ. ოხ! მიდი ფეხი ჩამოვალე. აფასრია ნაშრომი. ესეთ კონდიციაზე დავდექი, სხვა გზა არა გვაქვს, ძმა. ამეთი შეტანე. აჰა, ჩემი. სხვა გზა არ გვაქვს. არ გვაქვს, არ ეკავდა მოგიტანე. არა, ახლა ტყუილა უნდა შევაწყვეტო. დაუშვა ცოტა საბურავები. არ მინდა ჩავალ ესე რა. რას ვერ დაიჭერს ახლა რა ის არის. არ ვიცი. არა, მიდი. აღარ მოხდა ახლა ხელის მოტეხვა არ მინდა ახალზე. ხოლში იარე უფრო. გვერდიც აიღო. გაწორდა ჩადის. გილოცავ მამუკ. გილოცავ. ჩამოვედით. ეს არის დაღმართი უკვე ზევიდან. ჩამოვედით. აი იქიდან რომ დავცურებულიყავით უკუსვრით. აი აქ ვარდებოდით, არ ვიცი ხა ჩანს თუ არა. აი აქ ჩავარდებოდით, თან თუ ამას დავასკდებოდით. მე ინერციით მაინც აქეთ ჩაგვაგდებდა. მოკლედ გადავრჩით მადლობა ღმერთს, რომ ანქანა გაჩერდა და არ დაეშვა. ეხლა წავედით სახში. ეს წავედით, ხვალ ახალი წელია და კი, გვაქვს პეჩი. ეხლავე ვიჯო. როგორია სტატუს კო? სტატუს კო როგორია? გაგვიმართლა. არტალია ჩვენც ვიჩალიჩეთ, გაგვიმართლა. და საკმაოდ საფრთხილო თემაში მოვატრიალეთ. გაგვიმართლა იმაში, რომ დავცურდეთ უკან გავაჩერეთ. რომ დავცურდეთ უკან კი არ გავაჩერეთ. გაჩერდა. იმიტომ რომ იმაში რომ ჩავაგდე, რა ქვია, ზადრიში ჩავაგდე და ცეპლინიდან ავიღე, მაგრამ არ ჩერდებოდა. მე ტორმუს დავარტყი და საბოლოო ჯამში მატორმა და ტორმუსმა გააჩერა რა. ხოდა. ეხლა ჩემ თავზე მეშლება ნერვები. რა გინდა? ჩემო მოხეტიალეებო, მაგრა გაგიმართლათ. ეხლა რო თბილად გზინავთ ლოგინებში და ჩვენსკენ არ მოვეშურებით. აი მაგრა გაგიმართლათ. აი ადრენალინი მაინც. რაც ისე ჩემ სურეთში ამოხვიდე ესე თოლში და პიონერივით წახვიდა, ხო ხედავ? ის ანეკდოტი იცი, ჰაერში რა ცუდი აზრები მომდისო? რაღაც მახსოვს გუნდოვნად. ეგრე მოგდის ეხლა, რომ ჩამოვედი, რომ გამოვედი საფრთხიდან. მიკროფონი ღირდა. ია ხაწას ჩაუსვებ სამში. კი, კაცო. ახალ წლამდე ერთი დღე გვაქვს. სრული ერთი დღე გვაქვს.
ბიჭო, რატო გვეძალება ეს? იქიდან ხო არ ვცადოთ, ლოშკის გზიდა რო ვიყავ. შევარდეთ ზოით, ბოლომდე ავიდე. მანდ და ხო არ ვცადოთ. ოჯახში ვარ მივიდეთ. შოთასთან. შოთასთან. რავი, როგორც გინდა. აქ რო ამოხვალ. მაგრამ ზევით აღალი ჭერს მეგონა. აღალი ჭერს. აქ რო ამოხვალ და არ შემოხვიდეთო გვეწყინებაო, ხო თქვა კაცმა. უთავამდე ბეჟო. აია ცივილიზაცია? ასფალტი და მშვიდობიანი. მაგ დაჭიმული ცუდად დავსრიალდი ერთ ადგილას და კაი საქმეზე ვიყავით დღეს და მშვიდობიანად ჩამოვიდა. მე მგონი კაი საქმეზე რო ვიყავით, მაგან გადაგვარჩინა, თორე იქ ცოტა ცუდად წამოვედით რა, ცოტა კი არა, კარგად ცუდად წამოვედით და აბა თუ ხვალ ვერ შევხვდით მომავალ წლამდე ბედნიერი წელი ძმაო. შესაძლოა შეიძლება ეს არის საყოველთაო ხალხო. კაი ხარი, აბა ჰე.